შემოდგომაზე თბილისში ქართულ-შვედური ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ სტოკჰოლმში რამაზ ნიკოლაიშვილი შვედ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საქართველოს დელეგაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება შვედეთში. მოლაპარაკების მიზანი საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებში შვედური კომპანიების ჩართვა. მანანა კაცაძე ამბობს. შვედური კომპანიები საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის პირველი შეხვედრა თავის შვედ კოლეგასთან წარმატებული აღმოჩნდა. წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება, სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული ცვლილებები საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება. საკითხი, რომელიც ყველაზე მტკივნეულია და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრაზე, რომელზეც საკმაოდ ბევრი დრო გაუთმოთ, ეს არის მყარი ნარჩენების მართვის საკითხები. ჩვენ იცით, რომ შევქმნით სახელმწიფო კომპანია და სწორედ ამ სახელმწიფო კომპანიის დახმარებაზეა საუბარი, მის თანამშრომლობის სექტემბერში გადამზადებაზე, სტრატეგიის შემუშავებაზე, ჩვენ უკვე სტრატეგია გვექნება სექტემბერ-ოქტომბერში. ჩვენ გვაქვს რამდენიმე გამოცდილი და ძლიერი კომპანია, რომელსაც შეუძლია საქართველოში სამუშაოების კარგად განხორციელება. ისევე როგორც საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, რომლის გაზიარება ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რამაზ ნიკოლაიშვილი შვედეთის სამეფოში მოღვაწე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შემოდგომაზე საქართველოში ქართულ-შვედური ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ მიზნით რამდენიმე თვეში 20-მდე მსხვილი შვედური კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს ეწვევა. შვედური ინვესტიციების მოზიდვას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნაგავსაყრელის მშენებლობის, წყალმომარაგებისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შეეცდება. ჩვენ უახლოეს მომავალში ვეწევით საქართველოს, რათა უფრო დეტალურად შევისწავლოთ სიტუაცია ჩვენი საქმიანობის დაწყების მიზნით. კონკრეტულად თქვენს ქვეყანაში წყლის პროექტებითა და ამ სფეროში ინვესტიციებით დავინტერესდით. შვედეთში ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ სტოკჰოლმის ნარჩენების გამანადგურებელი ქარხანას დაათვალიერა და ურბანული განაშენიანების პროექტს გაეცნო. სტოკჰოლმში ნარჩენების გადამუშავება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება, რის გამოც ქალაქში ნაგვის საყრელ მანქანას არასოდეს გაუვლია. ეს ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას. სწორედ ამ ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით გაიმართა შეხვედრები შვედეთის განვითარების სააგენტოსთანაც. სიდას მხარდაჭერით სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობისა და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების მიზნით. საქართველოში უკვე აშენდა უნიკალური გაწმენდითი ნაგებობები ბორჯომსა და ბაკურიანში. ჩვენ უახლოეს მომავალში ვეწევით საქართველოს, რათა უფრო დეტალურად შევისწავლოთ სიტუაცია ჩვენი საქმიანობის დაწყების მიზნით. კონკრეტულად თქვენს ქვეყანაში წყლის პროექტებით და ამ სფეროში ინვესტიციებით დავინტერესდით. რამაზ ნიკოლაიშვილი შვედეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მინისტრი ხვალ შვედეთის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდება.